დილამშვიდობის ანათია კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე-18 კიდევ ციგნის ფესტივალი. მე ამ რიცხვმა ის რაღაცა 100 ამაყით ავივსე, რომ ძალიან კარგია, რომ უკვე 18ჯერ ეს ღონისძიება ჩატარდა და მიეცა დამთვალიერებელს მკითხველს საშუალება ერთ სივრცეში ფართოდ გაეცნოს მთელ ქართულ მწერლობას, პოეზიას, რაღაც ყველაფერს ერთად. რამდენად იზრდება მასშტაბები წლიდან წლამდე? დიახ, 25-დან 28 მაისის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში, მე-11 პავილიონში გაიმართება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-19-ად. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და რა თქმა უნდა, წინა წლების სტატისტიკასთან შედარებით დამთვალიერებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შარშანდელი მონაცემებით 60,000-მდე დამთვალიერებელი იყო ფესტივალის ფარგლებში. წელს ველოდებით უფრო მეტ და გვიხარია, იმიტომ რომ წიგნიერება და განათლების სფერო თუ აქამდე მივა, ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგად იქნება. რაც შეეხება თვითონ პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ქალაქ თბილისის მერია. წელს ფესტივალზე დარეგისტრირებულია 60-მდე მონაწილე, სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციები არიან, რა თქმა უნდა, საგამომცემლო სახლები, წიგნის გამავრცელებლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, ასოციაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები, უნივერსიტეტები და სხვადასხვა პროფილის კომპანიები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ფესტივალზე წელს მე-19 ფესტივალზე მოხდა, არის ის, რომ 100-მდე ღონისძიება არის ჩანიშნული. ფიზიკურად ადგილი არ არის მთავარ სცენაზე. ძალიან კარგი და ძალიან სასიამოვნო გარემოელოდება დამთვალიერებლებს, იმიტომ რომ მრავალფეროვანია თვითონ ღონისძიებების შინაარსი, ეს იქნება შეხვედრები მათთვის საყვარელ ავტორებთან, ავტოგრაფების დარიგება, ლიტერატურული დისკუსიები, საჯარო კითხვა, სხვადასხვა პროფილის. მთელი დღე შეიძლება დილიდან მოხვიდეთ და გაატარო. შეგიძლიათ მოხვიდეთ დილიდან და რაც აქვე აღდგენილი უქმეები მოდის და საუკეთესო შანსია ბავშვებისთვისაც კი ძალიან ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი. არავინ არ მოიწყეს ოჯახის არც ერთი წევრი. ზუსტად ეს არის ჩვენი მთავარი კონცეფცია ფესტივალის, რომ მთელი დღე შეუძლია იყოს დამთვალიერებლებს გვაქვს საბავშვო კუთხე, სადაც იქნება შესაძლებელი, რომ მშობლები მოვიდნენ, თავისი შვილები დატოვონ ჩვენ პატარა საბავშვო კუთხეში, ბავშვებისთვის მოქმედებს სპეციალური პროგრამა, მთელი დღის განმავლობაში იქნება თავისუფალი სახეზე ხატვა და მათთვის საყვარელი გმირები შეიძლება რომ დაიხატონ, ასევე იქნება სხვადასხვა ინტელექტუალური ღონისძიებები ბავშვებისთვის, გასართობები, ფერადი ფანქრებით ხატვა და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ასევე მათ კი, რა თქმა უნდა, საჯაროდ კითხვა, როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ღონისძიებების ერთ-ერთი ნაწილი არის. შესაძლებელი არის, რომ დატოვონ ბავშვები ამ პატარა კუთხეში და შემდეგ თვითონ დაათვალიერონ. განათლებულები წაიყვანონ უკვე თვითონ. რა თქმა უნდა, განათლებულები და დახატულები. კი ბატონო, კიდევ ერთი ფაქტი არის, რაზეც მინდა რომ ხაზი გაუსვა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით ყოველ წელს ტარდება ბლოგერების კონკურსი. ანუ მსურველები წერენ რეცენზიებს ახალ გამოცემულ წიგნებზე, ეს ნამუშევრები, საუკეთესო ნამუშევრები იბეჭდება ფესტივალის კატალოგში და რაც მთავარია, ჯილდოვდებიან ისინი და ზუსტად ასე ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებული სამი ბლოგერიც გამოვლინდება და ასეთი დაჯილდოვებაც გვექნება. შვენიერი, ნათია, რომელი საათიდან იწყება ღონისძიებები და რომელამდე მთავრდება ამ დღეების მანძილზე? კი ბატონო, 25, 26, 27, 28 მაისის ჩათვლით ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში წერეთლის 118, 11 საათიდან 8 საათამდე მკითხველებს და წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ მობრძანდნენ და ისიამოვნონ მათთვის სასურველი და საყვარელი ლიტერატურით. ეს ყველაფერი არ არის, სასაუბრო კიდევ დაგვრჩა, რა თქმა უნდა, წიგნის ფესტივალზე, რომელსაც მომდევნო საათში განვაგრძობთ. მანამდე კი გვინდა გთხოვოთ, რომ დღევანდელი ამინდის სწორედ წიგნის ფესტივალიდან გაგვაცნოთ. სიამოვნებით გაგაცნობთ დღევანდელ ამით. დღე დახვდებათ, ვინც დღეს თქვენთან მოვა. კი, აუცილებლად. კი ბატონო, დღეს ბათუმში -20 გრადუსი იქნება, ხოლო ფოთში +21 გრადუსია მოსალოდნელი, 20 გრადუსი სითბო იქნება სოხუმში, ზუგდიდში კი ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება, +20 გრადუსი ასევე მოსალოდნელი ახალციხეში, 23 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში, ლენტეხში, ცაგერში და ამბროლაურში, +19 გრადუსია ისევ ნავარაუდევი, 19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ცხინვალშიც, გორში +21 გრადუსი იქნება, 23 გრადუსამდე გათბება ჰაერი თბილისში, რუსთავში 24 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, თელავში კი +20. სიღნაღში +21 გრადუსია, ხოლო ყვარელში +23 გრადუსი იქნება მოსალოდნელი დღეს. მორჩა წარღვნა. დროებით, ნათია, 1 საათით გემშვიდობები. დროებით. თქვენ კი კოლბერის სიახლეებით განვაგრძობთ. იტალიისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა გუშინ ჯანსუღ კახიძის ცენტრში საღამოს პროგრამა მთლიანად იტალიელი კომპოზიტორი